მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარიცხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. ტრავმით გამოწეული ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და მართალია ჯერჯერობით საგოლე მოქმედებებით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ვოტფორდის მთავარი მწვრთნელის ხავი გარსიას დიდი მხარდამჭერით სარგებლობს. სათამაშო პრაქტიკა მაქსიმალურად ეძლევა და ყველანაირი პირობები აქვს აიმისოდ, რომ ძველებური კონდიციები რა შეიძლება მალე დაიბრუნოს. გუშინ სტოკთან გამართულ შეხვედრაში 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ისევ სასტარტოში იყო და პლეიმეიკერის პოზიციაზე ითამაშა. ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ გარსიამ გიორგიზე ასეთი კომენტარი გააკეთა. ჩემი აზრით გიორგი საკუთარ შესაძლებლობებს ყველაზე კარგად მაშინ ავლენს, როდესაც მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. მიუხედავად ამისა, სკოტთან გადავწყვიტე 10-ზე დამეყენებინა და ეს ტაქტიკური მოსაზრებით იყო განპირობებული. მარცხენა ფლანგზე საკმაოდ დიდი არჩევანი მაქვს და მჭირდებოდა ისეთი მოთამაშე, რომელიც თავდაცვის დროს მოწინააღმდეგე გუნდის ვინგერს ერთ-ერთზე ასპარეზობისას კარგად გაუმკლავდებოდა. ჩაკვეტაძეს კი მომდევნო ტურებში ისევ მარცხენა ფლანგზე განვიხილავ. ცნობისთვის გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც როგორც გოლების, ასევე ასისტების გრაფაში ორნიშნა ციფრები უწერია. მის ანგარიშზე 37 მატჩი, 10 ბურთი და 10 საგოლე პასია. ლივერპულის შეხმა მეკარემ ვიტესლავ იაროშმა ტელეგრაფთან ინტერვიუში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერსისაიდულ გუნდში პირველი მეკარეობისთვის ბრძოლას აპირებს. თუ ვიტყვი, რომ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, მაშინ როგორ შეძლებ განვითარებას? რთული სათქმელია. როდეს ვიქნები მზად, რომ ლივერპულის პირველი ნომერი გავხდე, განსაკუთრებით ისეთი ძლიერი კონკურენტების პირობებში, როგორებიც ალისონ ბეკერი და გიორგი მამარდაშვილი არიან. მათი ადგილის დაკავება მარტივი არ არის, თუმცა საბოლოო მიზანი სწორედ ესაა. ამისთვის ვიბრძოლებ და როდესაც ჩემ მიზანს მივახსევ, შემდეგი რისი გაკეთებაც მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ვიტესლავი ლივერპულმა 2017 წელს სლავია პრაღადან შეიძინა და 3 სეზონის განმავლობაში ასაკობრივ გუნდებში ათამაშებდა. 2020 წელს 24 წლის მეკარე ძირითად გუნდში დააწინაურეს, თუმცა მაშინვე გაანათხოვეს და დღემდე იჯარის წესით ყავთ გასხვისებული. ჩეხს ლივერპულის ძირითად გუნდში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული. ამჟამად კი იჯარის წესით ამსტერდამის აიაქსის ღირსებას იცავს. 2026 წელს ბოლო ჯერ მოხდება, რომ ევროპულ საკლუბო ტურნირებზე საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 4 წარმომადგენელი იასპარეზებს. მომდევნო წლიდან კი მათი რაოდენობა 3-მდე შემცირდება, რაც ჩვენი ქვეყნის გუნდების ბოლოდროინდელმა უსუსურმა თამაშმა გამოიწვია. ქართული საკლუბო ფეხბურთის პრობლემები საკმაოდ ღრმა და კომპლექსურია, რომელთან დაკავშირებითაც უამრავი მოსაზრება არსებობს. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში სპორტი იმედზე და ყურადღება რამდენიმე დეტალზე გაამახვილა. თავიდან მსურს ერთი რაღაცის თქმა. ჩვენ არავის ვემიჯნებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კლუბები სხვადასხვა მხარეს არ არიან. უბრალოდ ერთ ფაქტს ვერსად ვერ გავექცევით. ფედერაცია კლუბების გასაკეთებელს ვერ გააკეთებს და ანალოგიურად კლუბები ვერ გააკეთებენ ფედერაციის გასაკეთებელს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პასუხისმგებელია კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის საორგანიზაციო საკითხებზე, გაშუქებაზე, მსაჯებზე და დელეგატებზე, მაგრამ კლუბების სათამაშო ხარისხს მოედანზე ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ. ინფრასტრუქტურაში პრობლემა არ არის. ევროტურნირების ჯგუფებში ხვდებიან ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც UEFA-ს მეოთხე კატეგორიის ერთი სტადიონიც არ არის. ჩვენ კი 4 გვაქვს. ჩვენი მეზობელი ქვეყნის სომხეთის წარმომადგენელი ნოა ზედიზედ მეორე წელია ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს და რამდენიმე კვირის წინ თამაში ჰქონდათ საკუთარ მოედანზე ვარშავის ლეგიასთან. შეხვედრაში სომეხი ფეხბურთელი მხოლოდ 91 წუთი გამოჩნდა და ისიც ლეგიას შემადგენლობაში. აქედან დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ წარმატების მისაღწევაც ძლიერი ლეგიონერების ყოლა აუცილებელია. გარდა ეროვნული ლიგისა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემა სპორტი იმედზე 2025 წლის ეროვნული ნაკრების თამაშებზეც ისაუბრა და ის ნეგატიურად შეაფასა.
წლის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ. Play-off-ში სომხეთთან შთამბეჭდავად ვითამაშეთ. მოლოდინი ნამდვილად ჰქონდა, რომ მთელი წელი პოზიტიურად უნდა დასულიყო, თუმცა მეორე ნახევარში იმედგაცრუება იყო. ეს არ იყო რაც ჩვენ გვინდოდა, ეს არ იყო რის იმედიც და სურვილიც ჰქონდა. საბოლოოდ ის შედეგი მივიღეთ, რაც პოზიტიურად და დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება. სამწუხაროდ ამის თქმა მიწევს, მაგრამ რეალობა ესაა. გასახდელში არაფერი დარღვეულა, თუმცა მაშინ ლოგიკურად ისმის კითხვა, თუ რა არის პრობლემა. შესაძლოა თამაში წააგო, მაგრამ ეს არ იყო ის გუნდი, რომლითაც ვამაყობთ. ყველა წაგება მტკინეული იყო, მაგრამ განსაკუთრებით ტკინეული ესპანეთთან თამაში იყო. ასეთი უსუსური ეროვნული ნაკრები დიდი ხანია არ მინახავს. შიმშილი აღარ ჩანდა. გარკვეულ მოთამაშეებს საკუთარ თავებთან ბრძოლა ჰქონდათ. ანთებულები აღარ იყვნენ და ყველაზე მთავარი რაც არის, ამ წარმატების მთავარი რგოლი დაცვის ხაზი იყო, რაც ჩვენი ნაკრების ფუნდამენტი იყო. გასულ წლებში დაცვაში ძალიან ძლიერად და სტაბილურად ვიდექით. არ ვიშრომეთ ისე როგორც მანამდე შრომობდით. მონდომემა გვაკლდა და მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. პასუხისგებლობა ყველასია. ჩემი დაწყებული მწვრთნელი და ფეხბურთელები ყველაფერზე პასუხისგებლები ჩვენ ვართ. ეს შედეგი ყველას პასუხისგებლობაა. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. პრობლემები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ზოგიერთმა და ზოგადად ყველა მიმწარმატების შემდეგ ცაში ფრენა დავიწყეთ და საბოლოო ჯამში დავეცით მიწაზე. და ამის შემდეგ ისევ უნდა დავდგეთ ფეხზე და დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით. საზოგადოებაში გავრცელებული აზრით ბოლოდროინდელ მოვლენებზე ფედერაცია სათანადოდ პასუხისგებლობას არ იღებდა. ახლა კი პრეზიდენტის განცხადებით ბევრი მიიჩნევს, რომ მოთამაშეებს და ოფიციალურ პირებს შორის სიტუაცია შესაძლოა საერთოდ აირიოს. შეგახსენებთ, რომ 2025 წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული იბერია გახდა. დავით ყიფიანის სახელობის ასიკი გორიზილა მოიგო. მათ გარდა მომავალ ზაფხულს ევროტურნირებზე ჩვენი ქვეყნის სახელით ქუთაისის ტორპედო და თბილისის დინამო იასპარეზებს. გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა გიუმის სპორტმა მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების 15-ეული გამოაქვეყნა და სიაში ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა. თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ორი ფეხით მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია. პარი სენ-ჟერმენში გადმოცვლისთანავე გუნდის ლიდერად იქცა. იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას სერიაას გიგანტიდან ნაპოლიდან ტრანსფერის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა სრულიად აჩვენა თავისი კლასი. მისი აზროვნებისა და მოძრაობის სისწრაფის საოცარი კომბინაცია ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია იმ ბრწყინვალე ფორმისა, რომელსაც პარიზელები ლიგა 1-ში აჩვენებენ და რაც საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფით დაგვირგვინდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ასპარეზობა გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში ლივერპულის წინააღმდეგ. ორივე შეხვედრაში როგორც შინ ისე სტუმრად, მან მეტოქის განაპირა მცველები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. 24 წლის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, საკვანძო ფიგურა გამოდგა PSG-ს ჩემპიონთა ლიგის მრავალწლიანი წყევლის დასასრულებლად. მისი ტექნიკური არსენალი და ფინტები მარცხენა ფლანგზე მართლაც სანახაობრივია. ხვიჩა კვარაცხელიას გარდა საუკეთესო 15 მოთამაშეს შორის არიან ვიტინია, კუნია, რაინ შერკი, ლიონელ მესი, ვინისიუს ჯუნიორი, ლამინი იამალი, ნეიმარი, ჯამალ მუსიალა, კილიან მბაპე, უსმან დემბელე, პედრი, კოულ პალმერი, ფლორიან ვირცი და მაიკლ ოლისე. საფრანგეთის თასის მე-16 ფინალში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენის სტუმრად ნიცას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დამარცხდა. ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. დავითაშვილი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და გოლის გატანაც შეძლო. 55 წუთზე, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 1-0 იყო, ნიცას კარში 11 მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. ამის გარდა დავითაშვილს გოლის გატანის კიდევ რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. მათ შორის ყველაზე რეალური 68 წუთზე, როდესაც გოლამდე მცირედი დააგდა. ზურიკოს მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და შემდეგ მოედანი დატოვა. სამწუხაროდ ამ ეპიზოდიდან მალევე ნისამ სტუმართა კარში მეორე გოლის გატანა შეძლო, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა და შედეგად სენტ-ეტიენი გათამაშებას მე-16 ფინალში დაემშვიდობა. მატჩის დასრულების შემდეგ ზურიკომ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა და იმედგაცრუება ვერ დამალა. ხსნობდით, რომ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო. უფრო მეტი გოლის გასატანად შანსები გქონდა. ნიცა კარგი გუნდია, რომელიც ლიგა 1-ში თამაშობს. ეს თამაშამდეც ვიცოდით. ჩვეულებრივ კარგად ვთამაშობთ. დღესაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეორე ტაიმში 2-ჯერ ან 3-ჯერ შეგვიტიეს და გოლი გაგვიტანეს. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ამის შემდეგ ბოლო წუთს კიდევ ერთი შანსი გქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ასე ხდება ხოლმე.
როგორც უკვე ვთქვი, ყავს გუნდი, რომელიც ლიგა 1-ის დონეზეა. ეს ჩვენს ლიგაში კვირიდან კვირამდე უნდა ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ამ მატჩის შემდეგ რამდენიმე დადებითი მომენტის მიღება შეგვიძლია, რადგან ლიგა 1-ის გუნდის წინააღმდეგ ჩვენ თამაშის სტილი, ბურთის აღება, შენარჩუნება, სახიფათო მომენტების შექმნა შევძელით. ვაჩვენოთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია. გულწრფელად რომ გითხრათ, დადებითი გრძნობები მაქვს. ვფიქრობ, ფეხბურთელებიც მსგავს განწყობაზე იქნებიან. მატჩის შემდგომ კომენტარი გუნდის თავკაცმა გააკეთა და იგი ზურიკოს თამაშად შეეხო. ეირიკი ზურიკოს ირგვლივ ამზაფხულს დიდი აჟიოტაჟი იყო. შესაძლოა მან კონცენტრაცია დაკარგა, მაგრამ ჩვენ მის ამბიციაზე ვისაუბრეთ და როგორც კი ისე ფოკუსირდა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. კარგი ბიჭია და ძალიან ვაფასებ. იანვარზე არ ვნერვიულობ. კონცენტრაციის ვარდნა აღარ იქნება. ეს საკითხი მასთან უკვე მოვაკვარეთ. ლუკასის ანალოგიურ სიტუაციაშია. მის გარშემოც ბევრი საუბარი იყო. ბელგიიდან ტრავმირებული დაბრუნდა, მაგრამ რაც დაბრუნდა ძალიან კარგად მუშაობს. ეს საუკეთესო ლუკასია, რაც კი სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული მინახავს. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილისთვის ეს მე-9 გოლი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა სენტ-ეტიენის მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 9 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას ლიგა 2-ის ეგიდით 3 იანვარს ლემანსის წინააღმდეგ გამართავს. ტორინოს მთავარმა მწვრთნელმა მარკო ბარონიმ მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გააჩღირა. გრანატას დამრიგებელმა საბა საზანოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გუნდის განაცხადში დააბრუნა. საბა საზანოვს განაცხადში ვაბრუნებთ. მას თამაში შეუძლია და რეგულარულად ვარჯიშობდა. საბამ გუნდი კინაღამ დატოვა, მაგრამ განაცხადში ბრუნდება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ტორინოს ცენტრალური მცველები აფრიკის თასის გამო დასჭირდა. საულ კოკო და ადამ მასინა ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი და გრანატას სამწვრთნელო შტაბს პრობლემებთან გამკლავება მოუწია, რასაც საზანოვის განაცხადში დაბრუნება მოყვა. ცნობისთვის ტორინო მომდევნო შეხვედრას 27 დეკემბერს გამართავს და თბილისის დროით 6 საათზე კალიარის დაუპირისპირდება. გრანატას 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეოს ამ ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.